ერთად აღმოვაჩინოთ ევროპა. რუბრიკის ფარგლებში გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც ევროპელ მოხალისეებთან ერთად მოვამზადეთ. საიდან დაიცით ევროკავშირის შესახებ? ევროკავშირი არის საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია. ევროკავშირი არის გაერთიანება ევროპის ქვეყნების. რადგან ევროკავშირი საერთაშორისო ორგანიზაცია, შესაბამისად, კარგი იქნება საქართველოსთვის, რადგან იქნება, ასე ვთქვათ, ტურიზმით განვითარებული და რა ვიცი, განათლებაც უფრო კარგი იქნება ჩემი აზრით. ყველა ქვეყანასთვის ნორმალური იყო და ჩვენთვის რატო იქნება ცუდი პირიქით. წინგადადგმული ნაბიჯი იქნება რამ ხრივ, რომ ეკონომიურ თვალსაზრისით. რას მოგვიტანს კაცს ალბათ, მაგრამ ისე ხალხი არ იმას იზამდა მაგას. გურულად რომ თქვა, არ მოგვაჯდება რუსეთი კლატს ზუგზე. გურულად რომ თქვა და ისე იქნება რომ ვიღაცა ერთ ხო იტყვის კაის ჩვენზე. არადარა პატარა ვარ და ყველას უნდა ეს პატარა ვაქრო ჩაიგდოს ხელში და ევროკავშირი არის დემოკრატიული ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. ევროკავშირის შექმნის საფუძველი შეიძლება მოვიძიოთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, როცა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დაიწყო ძალისხმევის მიმართვა ურთიერთ თანამშრომლობისა და ერთობისაკენ, რამაც შექმნა მშვიდობის გახანგრძლივების საფუძველი. ამჟამად ევროკავშირში გაერთიანებულია 28 ქვეყანა და მათი მოსახლეობის ჯამური მაჩვენებელი 500 მილიონ ადამიანამდეა. დანარჩენი 8 ქვეყანა მომზადების სხვადასხვა ეტაპზეა მათ საბოლოო გასაწევრიანებლად. ევროკავშირი აწარმოებს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს წევრი სახელმწიფოების სასარგებლოდ, რომლებიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ადამიანთა უფლებების დაცვა საერთაშორისო ვაჭრობასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი მხარს უჭერს და აფინანსებს პროგრამებს განათლებისა და კულტურის სფეროში, მოქალაქეთა შორის კავშირების გასაღრმავებლად. იგი ცდილობს შექმნას შესაბამისი პირობები ევროპელი მოქალაქეებისთვის, რომ მათ თავი იგრძნონ და იცხოვრონ უსაფრთხოდ. ევროკავშირის მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ იმგზავრონ, იცხოვრონ და იმუშაონ საკუთარი თემის საზღვრებს გარეთ. ევროკავშირს აქვს საკუთარი დროშა, ჰიმნი და ვალუტა, ასევე ოფიციალური დევიზი ერთიანობა მრავალფეროვნებაშია, რომლის შესაბამისადაც ევროპელებმა უნდა იშრომონ ერთად, რათა უზრუნველყონ მშვიდობა და განვითარება და დაიცვან კულტურული ფასეულობები და ტრადიციები ევროპაში. წლევანდელი წლის ივლისში ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არ არის გაწევრიანების შესახებ შეთანხმება, მაგრამ ითვალისწინებს პროგრამული რეფორმების სახეობას, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ სახელმწიფომ დააკმაყოფილოს ევროსტანდარტების მოთხოვნები. ასოცირების შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება თავისუფალი სავაჭრო ზონის დაარსებას. გასულ კვირას ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას საქართველოსთან.